იმ გამკაპანაძების მართლამდენი ფული აქვთ? გვანცამ დადო ეხლა ფოტო, აგარა კი უყიდიეთ რაჭაში. მაგათ აქვთ კაცო ფული. ჯერ კიდევ 90-იანებში კაცო ბაბუა მისი ნავთლუღი კაპანაძე აზერბაიჯანში მუშაობდა. გასწორებდა აგარა კი რაჭაში. თეკლე შტერიდოა. ხო ეუბნებოდი გავჩნდეთ მე ჩვენ სასწავლში ეს გვანცა. ხო წაგვიყვანთ ეხლა იმ აგარაკზე. აუ შენ რა შემეწენე ბავშვი ყოფილი ხარ ანასტასია? ამას უყურეთ. ჯერ ეგ ბაჭია შუსტები გაიხადე მე მილაპარაკი. რაც უსტები გაიხადოს კაცო თბილად აქ ბავშვს ფეხები. 12 ლარი მივეცი ამათში ვიქ უყიდეთ ციგნებთან ქვემოთ ხო მოეწონა ჩაიცვა. დილით ამერიკამ ზიარებო მეჭორავე. ისიც მოუყევი მენეჯერმა რო ახალი მიმტანი ჩაგვისვა ფილიალში და იმდენი ხელფასი აღარ გამომდის მეთქი. შენც მაგარი ხარ, ას მოუყევი ახლა ხო იცი რომ ინერვიულებს, მიდეკავს. ხო დედა. რა ვიცი აბა შენ როგორ ახარ? ხო მითხრა უკვე მეჭორავე მზიარებოს მოუყევი მენეჯერის ამბავიო. რა თვალებს ამოპოტნე კაცო გაჭერდი ახლა. ნუ ინერვიულებს შენ დაგირეკავ მე საღამოს. კაი. აირა გააკეთე. ჩემი დამალული შოკოლადები სად არის? ერთ წელს ამასაც მივცებ შემეწენეს. ეხლა შუბში გესვი მაგ შოკოლადს. შენ არაფერი თეკ, ომარიკო მეძახის შემეტენეს. ხო გვანცეს აგარაკის პონჩი. საიდან მივხვდი? ხო ციური რა ხდება? ხომ შვიდობაა გოგო? შვიდობაა, ინგამ შვიდობა, მაგრამ ბრაგუნი ჩამოდის შენგან, ჩემო კარგო. მეთქი რა ვიცი ბავშვები ხო არა ყავს სტუმრად, აი თითქოს დახტუნაობს ვიღაც აშკარად. დედა რა ვიცი გოგო რატო უნდა ჩამოდიოდეს ბრაგუნი? ომარიკო მოდი ერთი წუთი აქ. აი ინგა შენი ბიჭი ბრაგუნობს თურმე, შეხედე კურდღელივით მოხდის. გამარჯობა ციური დეიდა. შეხედე დედა ჩემ რა მაგარი ჭოსტები მიყიდა. მაგარ ჭოსტებს მოგცემ მე შენ. აი მე ციური ბოდიში რა ჩემო კარგო მივხედავდი ამას. გაიხადე ხლა მე ჭოსტები. ბოდიში რა. შენ თუ ეკიდეთ გადაგია